აი იმედია ეხლა რავი, აი ჩავთე კიდევ ერთხელ გამოვაგზავნე და უნდა გამოჩნდეს ყველა შემთხვევაში. ნამდვილად ასე შემოდის ყველა ჩემთან პირდაპირ ეთერში და. რავი, თუ მისმენთ ბატონო ბესო, ეხლა უკვე უნდა გქონდეთ მოსული აუცილებლად. თუ გვისმენთ ბატონო ბესო, უკვე გამოგიგზავნეთ, ნებისმიერ შემთხვევაში უნდა ჩანდეს მოწვევა, იმიტომ რომ ასე ვაგზავნე ყველასთან და ასე შემოდიან პირდაპირ ეთერში. იქნებ უფრო უკეთესად სხვა ვინმე ერკვეოდეს მან და დაინახოს. მე მგონი მესენჯერში იქნება მოწვევა მან მაღლა. თუ დასტურს გააკეთებთ, მე აუცილებლად აქედან იმას ვიზამ და თუ შევძელით მეგობრებო, შევძელით თუ არა, მე ძალიან საინტერესო დიდხანს არ გავაგზელებ, მაგრამ საინტერესო ის მექნება რამდენიმე პატარა თემებზე და ამას მე აუცილებლად მოვაგვარებ, აი ამ თემას, რომ ეს ადამიანი ჩართოთ, ძალიან ბევრი საინტერესო კითხვაა ბატონ ბესარე გუგუშვილთან და საინტერესო იქნება უბრალოდ ინტერვიუ, მე როგორც ჟურნალისტის კუთხიდან გელაპარაკებით ახლა ამ წუთში. ნახოთ რა ვიცი, თუ შეძლებს ბატონი ბესო ჩართვას. მე გაგზავნილი მაქვს მოთხოვნა და არ ვიცი ახლა. უნდა ჩანდეს. მე ამ თემაზე მეგობრებო, გითხარით მე წერან დაახლოებით 2 წლის წინ მოწვეული ვყავდა პირდაპირ ეთერში ბატონ ზვიად გამსახურდიას დაცვის უფროსი რობიზონ მარგველანი. ბევრ ნიუანსებში ვერ კვევი და ქონდა ამაზე ძალიან სერიოზული ინტერვიუ და მინდოდა ახლა ამის გაგრძელებაც, რომ აი ბატონ ბესარიონთანაც ქონოდა აი ბევრი მნიშვნელოვანი შეკითხვა და ამას გარდა ასევე მაინტერესებს ის რა მდგომარეობაში დღეს საქართველოა, მიუხედავად იმისა, რომ იგი აღარ ჩამოდეს საქართველოში და ფინეთშია და კი ბატონო, მაგრამ უდაოდ გამოცდილი და გონება აქვს კაცს და ჭკვიანი კაცია და მოეკითხება რაღაც ისა, ჭკუა, ჭკვიანი კაცია ნამდვილად, ამას ვერ უარყოფს ვერავინ, ბევრ სხვა წარმოდგენა აქვს, მეც ჩემი წარმოდგენები მაქვს, მაგრამ მე მას გვერდზე გადავდებ. უბრალოდ საინტერესოა, როგორ უნდა მოხდეს ქვეყანაში კონსტიტუციური სამართლიანობის აღდგენა და ამ კაცისგანაც რაღაცა გაგვეპო, მისი აზრები. მე აბსოლუტურად ნებისმიერს დაველაპარაკები ამ თემაზე, შეიძლება ვიღაცამ ისეთი რაღაცა გვირჩიოს, რომ ძალიან საინტერესო მიგნება იყოს. ბოლო გერთვებათ ეს კაცი, მე მგონი ვერ ვერთვება, რავი, ვერ მიაგმერთობა მოწვევას. ძალიან წუხარ და ძალიან მინდოდა რავი ჩართულიყო, მაგრამ მოდით მე ვისაუბრებ. ბევრმა წერან ბრალი დამდოდა, ეს ძალიან აბსოლუტურად არ ვეთანხმები ესეთ კომენტარებს. აუ რატომ მოიწვიეთ ბესარიონ გუგუშვილი და თქვენც ისეთი ხართ, ხო, აბა ბიჭო, ისეთი ვარ კი არა, იქ მონაწილეობდი იმაში ბატონ ზვიად გამსახურდიას მკვლელობაში. არ სულელია ხალხი, არ ვიცი მე ახლა ეს რას უნდა მიაწერო და ჩემზე უკეთესი ინტერვიუ გააკეთეთ თქვენ მარგველანთან?
მე ახლა აი დავიწყებ ამაზე და ვისაუბრებ მაშინ ავიცება ვერ ერთობა და დავიწყებ და ვისაუბრებ. პირადად მე რა მიმაჩნია პირადად მე ზვიად გამსახურდია ჯონსო კვარაცხელია სახლიდან როდესაც გამოიყვანეს ძმებმა ღურცკაიებმა თავისთავად ეს იყო გაყიდული და აი ეს კითხვა აი ამ ხალხთან მუდმივად დარჩება 99% ეს ძმები ჩუხუები რომლებმაც გამოიყვანეს და ჩააბარეს მერე გულუას რას და იქვე იმყოფებოდა კვირაია ზვიად გამსახურდია ჯონსო კვარაცხელიას სახლიდან გამოყვანისთანავე აიყვანეს მალევე ჩასაფრებულები იყვნენ გულუას რაზმის წევრები იქ იმყოფებოდა ასევე ბატონი კვირაია მართლა კრიმინალი ადამიანი რომელმაც დედის თვალწინ და შევარდნაძის თვალწინ 5 ახალგაზრდა ნასვამ მდგომარეობაში სამეგრელოში 5 ახალგაზრდა დახვრიტა იქვე ავტომატით ამის შესახებ არავის პროტესტი არ განუცხადებია არავის პასუხი არ აგო ეს ხალხი იყვნენ აიყვანეს იქ ზვიად გამსახურდია მე ახლა არ ჭორავ ნამდვილად დარწმუნებული ვარ და ვიცი ზვიად გამსახურდიასგან განაცალკევეს ბესარიონ გუგუშვილი განაცალკევეს ასევე დაცვის უფროსი მარგველანი და გვაცელაძე და ერთ-ერთი მოწმე ამის მოწმე პირდაპირ ვასახელებ მხედრიონელი თემურ გიორგაძე ციხეში ძალიან განიცდიდა და ამბობდა რომ მე იქ ვიყავიო ამ კვლელობის დროსო და ბოდიშ ვიხდიო და ძალიან ვნანოფო უშუალოდ მას რა თქმა უნდა არ მიუღია მონაწილეობა ამ კვლელობაში მაგრამ მამა ბასილის გაენდო ეს არ იყო აღსარება ჩემთან ინტერვიუში საქმე ნათქვამი მამა ბასილს ყველაფრის მომსწრია რა მოხდა როგორ ჩასვეს ჯიპში იქ როგორ უყვიროდა ზვიადი ვის შეიპყრეს გულვას და იმას რას ჩადიხარ თქვენ არ ამზადებოო შემდეგ გადაიყვანეს სენაკის აეროპორტში თვითმხილველებია როგორ გამორთეს ელექტროენერგია რომ სიბნელეში მიიყვანეს იქ და თბილისში გადმოაფრინეს იქაც ცნობილია თბილისში როგორ მიიყვანეს შევარდნაძე და რაზე უნდა შეხვედროდნენ შევარდნაძე კვირაია და გულუა ზვიად გამსახურდიას როგორ ფიქრობთ რა თქმა უნდა ერთადერთი ვერსია იყო ის რომ არის ვერსია ის რომ ზვიად გამსახურდიას ხელი მოეწერა და მათთვის გადაეცა ლეგიტიმაცია ზვიად გამსახურდია წავიდა აი რო იტყვიან მართლაც ეს იყო აი ეს არის ყველაზე დიდი გმირობა მისი მთელი ცხოვრების რომ მან აი რომ მიტყვიან სამსჯავროს გოლგოთაზე ამ სიკვდილს შეხვდა ვაჟკაცურად და სამშობლო არ გაყიდა არ მოუწერა ხელი დაამტვრიეს ყველაფერი ნაწამებია და აი ამათ თვალწინ არის იქ დახვრეტილი იქ კიდევ ერთი პიროვნებაზეა ლაპარაკი მაგრამ ამას ჩვენ არ ვიტყვით ჯერ ეს ძალიან დიდი გამოძიების ის ერთ-ერთი დიდი ავტორიტეტის კიდევ საქართველოში რომელიც ესწრებოდა აი ამ აეროპორტში თბილისის აეროპორტში ზვიად გამსახურდიას ლიკვიდაციას ეს არის მამა ბასილის ძალიან სერიოზული ვერსიები რომელმაც სენაკშიც იმუშავა თბილისშიც იმუშავა აეროპორტის იმ დასახლებაში და იმ ხალხთანაც და ყველასთან აბსოლუტურად და ყველა ვერსია მიდის მანდეთკენ და რატომ ამბობენ აი მე როცა მქონდა რობიზონ მარგველანთან ინტერვიუ იგი ამბობს რომ ზვიად გამსახურდიამ თავი მოიკლა როგორც ბატონი ბესარიონი და როგორც გვანცელაძე მე პირდაპირ ვიტყვი და სხვათა შორის მე ამაზე ადრე მქონდა საუბარი კონსტანტინე გამსახურდიასთანაც რომელიც იძიებდა ამ საქმეს მან თქვა რომ ესენი სისტემის ხერხული არიან რა თქმა უნდა არც ეს არავითარ შემთხვევაში არავინ არ იფიქროთ ის რომ რომელიმეს რაღაცა
ხელი ურევია იქ ზვიადგამსახურდიას კვლელობაში, ეს არის გამორიცხული მეგობრებო. უბრალოდ ეს ხალხი, როდესაც გაიყვანეს და იცალკე წაიყვანეს და იმასქნეს, აიძულეს. ეხლა მე დარწმუნებული ვარ ბატონმა სიტყვაზე, როდესმე ბესარიორმა რო სიმართლე თქვას, ან რობიზონ მარგველანმა შეიძლება რობიზონ მარგველანის ოჯახი არ გაასუფთა, უნდა დახვრით, უნდა გაასაღონ და გაასაღონ ბატონ ბესარიონის ოჯახი. ერთმანეთში ფიცის ექნებათ მიცემული, რომ სიცოცხლე გადაეჩინონ ალბათ. ხო და მე ასე მგონია, მით უმეტეს რომ იყო რაღაცა ისეთი შეკითხვები, რომელმაც ძალიან ბევრი კითხვა დაბადა და გამოიწვია. აი მაგალითად რობიზონ მარგველას მე როდესაც ვკითხე, რომელ საათზე დატოვეთ მეთქი, თქვენ ჯონსო კვარაცხელიას სახლი მეთქი, ზუსტად არ ახსოვდა, თქვა რომ შებინდებისას. თუ შებინდებისას დატოვე, დაახლოებით უნდა ყოფილიყო ალბათ ესე 8 საათი. მანძილი ძალიან ახლო მოკლეა და იქ დაახლოებით 9 საათში უნდა მიხვიდე ხიბულაში. ახლა ნახეთ, გურცკაი ამბობს, რომ ჩემთან მოვიდნენ ღამის 11:30-ზე, მას 2 საათნახევარი სად იყვნენ, თუ მართლა სიმართლეა. მეორე ამბობს, შვები ამბობენ, ზოგი ამბობს, რომ შუადღეს წავიდნენ, ზოგი ამბობს, საღამოს წავიდნენ. აი აქ არის ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი, ეს ერთი კითხვის ნიშანი. მეორე, მე ვკითხე მაშინ ბატონ რობიზონ მარგველანს, რომ თქვენ ხელი გაქვთ მოწერილი გამოძიების დროს, რომ შემავალი ჭრილობა, რომლითაც ეგენი ამბობენ, რომ სტეჩკინი დაიხალა ბატონ ზვიადგამსახურდიამ, როდესაც ექსპერტიზა იყო, იქ მაშინ თქვენს რომ ხელი აქვთ მოწერილი, რომ 5-6 მმ-იანი ჭრილობა იყო. კი, მაგრამ 5-6 მმ-იანი ჭრილობა თუ იყო მეთქი, მე დაუშვი შეკითხვა. თქვენ არ იცით, დაცვის უფროსი იყავით და სტეჩკინი რამხელა დიამეტრს, ჭრილობის რამხელა დიამეტრს ტოვებს მეთქი? მერე რა, მაშინ სტეჩკინში მაკაროვის ტყვიებით მიდისო და მე აღარ გავურთულე იმ მომენტში, იმიტომ რომ მე ეს გაგრძელება მინდოდა კიდევ და არ მინდოდა ხიდების ჩატეხვა, მინდა კიდევ რომ ეს ინტერვიუები თუნდაც მომავალშიც იყოს, რომ ბოლომდე იქნება ჭეშმარიტებამდე მივიდეთ. თუმცა არც ის არ მინდა ნებისმიერი ქართველი გავწირო და სასიკვდილო განაჩენი გამოუტანონ მერე, მაგრამ ეს იმდენად მნიშვნელოვანი თემაა, მეგობრებო, რომ მე მაგალითად თვალის დაუხამხამებლად სიმართლეს ვიტყოდი, თუნდაც მოვეკალი, იმიტომ რომ საქართველოს რესპუბლიკის პირველ პრეზიდენტს ეხება, რომელმაც საუკუნეებრივი ისტორიული ოცნება აუხდინა ქართველ ერს. რაღის განაშენი სიცოცხლე, რომ ეს სიმართლე ვეთქვა, ეს უნდა ეთქვა აუცილებლად. მე ამაზე ვრჩები და ეს განცხადება, რომ მარგველანმა მაკაროვის ტყუილს მიდისო, ძალიან დილეტანტურია და მიკვეს, რომ თუ აი როგორ უნდა ყოფილიყო მაშინ დაცვის უფროსი მარგველანი თუ ასეთი დილეტანტი იყო, რომ ვერ ერკვევა სტეჩკინის იმაში, თუ მაკაროვიც მიდის, მერე რა, მაკაროვიც იგივე დიამეტრის არ არის. მე დავშვი ესეთი შეკითხვა მაშინ, თქვენ თუ ნახეთ პირადად რომელიმე 3 წევრიდან, რომ ზვიადგამსახურდიამ თავი მოიკლა მეთქი. ვერც ერთმა მან თქვა, რომ არა, არცეც არ გვინახავს. აბა რა იცით თუ თავი მოიკლა მეთქი და იქ ვიყავითო, შევარდითო, ესე იყო, ისე იყო, იქნებ ყველი შემოვიდა მეთქი. სად იყავით თქვენ, გეძინათ მეთქი და ჩვენო ვიცი შემოდის და რა ვქნა ხლა გაარკვევათო. ჩვენო წინაღამით გვითხრაო ბატონო ზვიადმა, რომ დაიძინეთო, დაიშენეთო კარგათო ეხლაო და დილით უნდა გავიდეთ ერთად. და წარმოიდგინეთ თქვენ მდევარი, რომელიც ფეხდაფეხ მოსდევს და ახლოა ძალიან მდევარი, მოსაკლავად პრეზიდენტს, დაიძინა ყველამ. ასე აღწერს
თვითონ რობიზონ მარგველანი, თორემ მე პირადად ამას არც ერთ ამ პიროვნებათან არა მაქვს არც დადებითი და არც უარყოფითი ის. იმიტომ რომ ვიცი რომ ნამდვილად სისტემის ხელფნი არიან. და მათ აი ამ მომენტმა მთლიანად აი ამ სამ ადამიანს სამშობლო დააკარგინა და ვერასოდეს ალბათ ვერ იხილავენ სამშობლოს. ესეც ერთგვარი ის არის, ხო, რაღაცა ჯიმია, ხო, მაგრამ ნამდვილად ვიცი რომ ამათ საერთოდ არანაირი კავშირი არ აქვს. აი მოიცადეთ გონი ერთობა. აი ახლა რაღაცა იმაშვება თქვენგან შემოდიხართ ბატონო ბესარიონ. ო თითქოს ფილმს. აი ახლა მე თქვენი ხმა მესმის, თუ მაყურებელს ესმის დაგვიწეროს, უბრალოდ ვერ ხედავთ და შეიძლება სხვები ხედავენ. დაგვიწერონ კომენტარი თუ ხედავენ ორივეს. ან თავარია თქვენი ხმა ესმოდეთ. რატომ უნდა დავინახო ეს არის? არ გინდათ არ გამოთიშოთ არაფერი, თქვენი ხმა მესმის, ვინმე დამიწეროს კომენტარი. ჩან ვართ მის ბატონ ბესოს საუბარი? ისმისო რატო ვიდეო არ მოიცა? ხო, მაგრამ ეს რომელი მხრიდან უნდა ჩანდეს კაცო? კამერა ხო არა გაქვს გათიშული დაბლა? არა, კამერები არ მუშაობს, მაგრამ რატომღაც კამერას არ იყენებს. ისმისო გვეუბნევიან. ბესარიონი უბრალოდ არ ჩანს, მაგრამ ხმა ისმისო. არა უშავს. ძალიან საინტერესო იქნება ბატონ ბესარიონ, მე სულ სხვა თემებზე მინდოდა თქვენთან საუბარი, მაგრამ იმასაც აუცილებლად ჩვენ გავაგზავნებთ, ძალიან საინტერესო უნდა იყოს საქართველოს მოსახლეობისთვის და ვიცი რომ ძალიან დიდძალი მაყურებელი გვეყოლება, ამას აუცილებლად ნახავს 100,000 ადამიანი. აუცილებლად ვისაუბრებთ კონსტიტუციურ სამართლიანობაზე და რადგან აი ალბათ არ ვიცი უსმენდით თუ არა, მე რამდენიმე შეკითხვა მინდა დაგიშვათ მაინც ხალხი თხოვს და მე დღეს ვარ ჟურნალისტის ამპლუაში. აი მკვლელობასთან დაკავშირებით. პირველი შეკითხვა რაც მე თქვენთან მაინტერესებს ბატონო ბესარიონ, ალბათ გემახსოვრებათ, ძალიან კარგი მეხსიერებაც გაქვთ, ვიცი მე და ძალიან გონიერი ადამიანი ძამდებით. რა დროს დატოვეთ თუ გახსოვთ თქვენ ჯონსო კვარაცხელიას სახლი? გესმით? გაითიშა ისევ კაცო. აუ როგორ გაითიშა ახლა ეს. მალე გვექნება ძალიან სერიოზულად ავაწყოთ ტელევიზიას და იქიდან უკვე არ გაითიშება, ეგრე მარტივად იქ აწყობილი იქნება უკვე საქმე. ხო, გავაგრძელებ საუბარს თუ შეძლებს ბატონი ბესარიონის შემოსვლას, ნეტა არ გაეთიშა. იქნებ კომენტარი დამიწეროთ ბატონო ბესო და ნახოთ იქიდან იქნებ მოგიწვიოთ, კიდევ არ მინდა რომ ამ ეთერიდანაც გამოვიდე. ხო, მოკლედ აი რას ამბობს ჩვენ სამივეს გვეძინა. აი შემოხვედით ისე ბატონო ბესარიონ. ისმის ხმა? კი, ისმის ხმა. ეხლა მე თქვენ გისვავდით ერთ ასეთ შეკითხვას, ეხლა ძალიან მაგრა გავიგე შეკითხვა გავიგე. მოიცა ეს ორივე ერთად მესმის. ძველი კადრი მესმის და ახალი. არა, კარგად ისმის თქვენი ხმა, ისაუბრეთ. ხო. მაგ საკითხები წყდება თქვენი ხმა. დიახ, გისმენთ ბატონო ბესარიონ, აი ჯონსო კვარაცხელიას სახლი რა დროს დატოვეთ, ეგ მაინტერესებს.
ალო. დიახ, გისმენთ. ხო, აქ ძველი ხმები და ერთად მესმის ორივე. ორივე ერთად მესმის ძველი და ახალი ხმები. ხო და მოკლედ ესეთი აქ კარგად ისმის, ისაუბრეთ თქვენ. ხო, ერთი სიტყვით, რაც შეეხება აი იმ ამბებს ბატონ ზვიადის ბოლო პერიოდს ცხოვრებისა. იმ აქ პერიოდზე არსებობს უამრავი მასალა არსებობს. მათ შორის გაკეთებული მაქვს სპეციალურად ვებსაიტი. გავიგე ბატონო ბესარიონ, მაგრამ აი მაქვს წიგნი და ეხლა ყოველ ვის რა მოწამოუბრებს არა, მე ერთი თავარი კითხვა მაინტერესებს. რატომ გეძინათ სამივეს, როცა მდევარი ახლო მოგდედათ? აი რატომ არიცით, არავის არ უნახავ ზვიად გამსახურდია, როგორ ზვიად გამსახურდიამ თავი მოიკლაო, ამბობდა, არავის არ უნახავს ამბობს. მათვისევრები ამბობენ, რომ გეძინაო. რატომ რიგრიგობით არ დაიძინეს ბატონობესო? არ ეძინათ, მცველები არასდროს არ იძინებდნენ. მაშინ მოგვატყუა, მომატყუა რობიზონმა? რიგრიგობით ეძინათ, რიგრიგობით. და ეს არა, რობიზონმა ჩემთან ინტერვიუს გადმოგიზავით ამბობს. მითხრა რომ გვეძინაო, თვითონ ზვიადმა გთხოვა, ყველამ დაიძინეთ. არა, ზვიადმა კითხვა, მაგ გულისხმობდა, რომ წამოწოლილები იყვენ და ძილის სხვა საკითხია დაწველ. თვითონ ამბობს, აი მე გადმოგიგზავნით მაგ ინტერვიუს რომ გვეძინაო ამბობს. ხო, რა ვიცი, აბა მე ხა თავზე ხო არ ვედეგი რომ წოდნო და ეძინათ არ ეძინათ. თუ ყველას ეძინა ბატონო ბესარიონ, ვინ რა იცის თავი მოგწოდნო. ხო შეიძლება მაგუქიანი იარაღით ვინმე შემოვიდა და მოკლა კაცი. იცი, ეგ საკითხებზე 25 წელიწადია თითქმის მიმდინარეობს. დამაცადე გიპასუხო. დამაცადე, ეხა აი არ მესმის, ხმები არეული. რა არის, რომელი რაღაც ერთი ხმა მეორეზე გადაღებული. ერთი სიტყვით. მე ამ მაგ საკითხებზე ლაპარაკს ამით ვათავებ. 35 წელიწადია გამოძიება მიმდინარეობს. გამოძიებაში მონაწილეობს ოჯახის წარმომადგენელი, ერთი საბარგო მანქანა რო აივსება იმდენი მასალები არსებობს და პასუხი მაგ ყველა შეკითხვაზე უნდა გასცეს გამოძიება. გამოძიება არის იურიდიული მხარე. ისე ვირაც ზღაპარი მოყვა, ვირა თქვა, ვის რა გაახსენდა, ეს ალკე საკითხია. საჭორაოდ ყველას უყვარს ჭორაობა. ვინ რა როგორ. ეგ ხო კი ბატონო, კარგი, მაშინ ერთადერთი მან საბუთი ასე ვთქვათ არის გამოძიების მასალები ხო და ამიტომ ესე იგი ტყილა ნუ იწუხებ თავს და მეორე კიდე მართალე დამაცადე. მეორე კიდე იცი რა არის? სიმართლე გაირკვევა საიქიოში. და ყველა მოითვინოს, სანამ ჩავა საიქიოში, იქ ნახავს ზვიადს და კითხავს თვითონ კაც. სხვანაირად ვერ დაატრუნებს მაგ ხალხს, სამ პირადად ზვიადისგან არ გაიგებენ და ეგეთ შორს კი არ არის. მიხედავთ, მოკვდებით და მიხვალთ იქ საიქიოში ზვიადთან, რა თქმა უნდა 64-ში მოკვდებით. კითხავთ და ის რა ქვია, გაირკვევა ყველაფერი. აი ეს ჩემი პასუხი და ეხლა გადავიდეთ თუ გაქვთ რამე სხვა თემები. გადავალთ, რა თქმა უნდა, მაგრამ საიქიომდე არსებობს ბატონო ბესარიონ იცით თქვენც სააქაოს კანონები. სააქაოში ვერაფერს ვერ გაარკვევთ, სააქაო არეულია, სააქაოში არსებობს როგორც ხვისი სიტყვა, ასევე საკუთარი თავის სისულელე, ყველას კონსტიტუციით ყველას აქვს უფლება იყოს. გადავიდეთ ძალიან მნიშვნელოვან თემებზე ახლა. თქვენ როგორც იცით, ბატონი ივანიშვილის მთავრობამ დაიწყო სამართლიანობის აღდგენა 2003 წლიდან. და
ალბათ ამ ყველაფერს თქვენ აი ამ საცირკო სანახაობას საპარლამენტო კომისია რომ არის თვალსადევნებთ. ახლა მაინტერესებს თქვენი აი ამაზე ჯერ პირველ რიგში მოდით ეს განვიხილოთ. აი თქვენი პოზიცია და სამართლიანობის აღდგენა საერთოდ საქართველოში როგორ გესახებათ, როგორ უნდა აღდგეს. თქვენი მსმენელები დიდი ნაწილი თქვენი მსმენელების დიდი ნაწილი როგორც აქვს ხედავ შემოსულია რამე ჭორების მოსასმენად და დორბლი არიან პარტიცაცემი ხალხიც კი. ხო, კი, არა, დორბლი მოსდით იმის მოლოდინში რომ რაღაცას გაიგებენ ისეთ რომელზეც შეიძლება მე იჭორონ და იმამად დაღლოს. ხო, კაი, ეხლა დაუბრუნდეთ. კაი, ეხლა სერიოზულ საკითხებს დაუბრუნდეთ. ზოგადად ჩვენი სამშობლოს ძალიან მნიშვნელოვან თემებზე მინდა ვისაუბროთ და აი მაგას დაუბრუნდეთ ეხლა. მან თეორიული ბაზისი არის ასეთი. ლეგიტიმური ხელისუფლება ლეგიტიმური ხელისუფლება შექმნა ეროვნულმა მოძრაობამ შექმნა. ეროვნული მოძრაობის გარეშე ლეგიტიმური ხელისუფლება ვერ შეიქმნება. ხო, ამიტომ პირველ რიგში უნდა გავიხედოთ და ვნახოთ დღეს გვაქვს თუ არა ეროვნული მოძრაობა. მე რასაც აქედან ვხედავ, ეროვნული მოძრაობა არ არსებობს. ამიტომ გაუგებარია როგორ უნდა მოხდეს ლეგიტიმური ხელისუფლების აღდგენა თუ მის ზურგს უკან არ დგას ეროვნული მოძრაობა. აი ეს არის საგვანძო საკითხი. ისე რომ არა, მე მაინც სხვა რამე კითხეთ. აი 2003 წლიდან მიმდინარეობს საქართველოში აი დღევანდელი ხელისუფლება ახორციელებს და თითქოს სამართლიანობის აღდგენაზე მუშაობს ქვეყანაში. სამართლიანობა დიახ. სამართლიანობა ბევრნაირია. ისევ ვიმეორებ. კარგად გავერკვიოთ და გავარკვიოთ კარგად, იმიტომ რომ აბნეული გვაქვს აზრები როგორც ჩანს. აი თანამიმდევრობით ჩამოვთვლი. შეიქმნა ეროვნული მოძრაობა. ეროვნულმა მოძრაობამ დააფუძნა ეროვნული, ანუ მერე ლეგიტიმური მთავრობა და ლეგიტიმურმა მთავრობამ შექმნა ლეგიტიმური საქართველო. დამოუკიდებელი ლეგიტიმური საქართველო. ისე რომ ლეგიტიმური ხელისუფლება შეიძლება იყოს მხოლოდ ეროვნული ხელისუფლება. ეროვნული ხელისუფლება შეიძლება შექმნას და გაუძღვეს მხოლოდ ეროვნულმა მოძრაობამ. თუ არ არის ეროვნული მოძრაობა, ეს დარჩება მხოლოდ ასე ჭორაობის და ფანტაზიების სასტიკ. იმისთვის რომ აღდგეს ლეგიტიმურობა, აღდგეს ეროვნული ხელისუფლება, უნდა აღდგეს ეროვნული მოძრაობა. გაიგეთ? აი კიდე ერთხელ ვამბობ, ეროვნული მოძრაობა უნდა აღდგეს. ეროვნული მოძრაობის აღდგენის გარეშე ვერ მოხდება ვერც ეროვნული, ანუ ლეგიტიმური ხელისუფლების აღდგენა და ვერ ზოგადად ლეგიტიმურობის აღდგენა. რა თქმა უნდა, ვერ მოხდება კონსტიტუციური სამართლიანობის აღდგენა. ეხა მოდიში, ეხა მე აქ ხო გითხარით, მეორადი ხმები მესმის, რაღაცა ხმა აგვიანებ. ამიტომ, ესე იგი, ყველანაირი მცდელობა რაღაც ვითომ რაღაცის გაკეთების, ეს მცდელობები ყველა განწირულია.
არც ერთი ვითომ პარტიები რო არ შექმნილი, ვითომ რაღაცა ესეთი რაღაცები მოძრაობები, ამათ უკან თუ არ დგას ფართო ეროვნული მოძრაობა, განწირული არის 0.1%-ის მისაღებად არჩევნებზე. აი გამოვაქვეყნონ, აი ვინც ცდილობდა მაგის გაკეთებას, რამდენი პროცენტი მიიღეს წინა არჩევნებში და დაუმატოთ კიდე კაი 10% ვთქვა პირობით, რომელიც შეიძლება წაართვეს. არაფერი. ბატონო ბესარიონ, ან მეორეს გეუბნებით, მისმინეთ? ამ მთავრობის ოპოზიციას ქუჩაში ყავდა გამოყვანილი დაახლოებით 30,000 კაცი. აბა ვინმემ დაგვანახოს, შეუძლია თუნდაც 10,000 კაცის გამოყვანა ქუჩაში. თავის ეროვნული და ლეგიტიმურობის აღდგენის მოთხოვნით, თუ შეუძლია 10,000 კაცი გამოიყვანოს ქუჩაში. და თუ ვერ გამოყავს და ხალხი მხარს არ მიჭერს. მე გახსოვთ მაგაზე პასუხს. ეს ერთი მე ბოდიში მე ვილაპარაკებ, იმიტომ რომ არ მესმის ხმა. დაგვიანებით მოდის კიდე ერთხელ ჩემი ხმა ჩემთან. ხო, ამის შემდეგი საკითხი ასეთია. ხო. ამის შემდეგი საკითხი ასეთია, რომც არსებობდეს და იყოს პირობითად ის ძალა, ვინც სერიოზულ ძალაზე ვლაპარაკობ, ვინც იბრძოლებს ლეგიტიმურობის აღდგენაზე, იმ ძალას თუ გააჩნია რამე პროგრამა. ზიად გამსახურდიას რგვალი მაგიდა რომ მოვიდა ხელისუფლებაში, არჩევნები როცა იყო, ძალიან სერიოზული საარჩევნო პროგრამა ჰქონდა. ეგ როცა პარტია დაწონილი, ასე ვთქვათ, რედაქტირებული, ბევრი ხალხი მონაწილეობდა და ასე შემდეგ. ეგ როცა პარტია პირველ რიგში ვინმე თუ გამოვა ეხლა ინიციატივით ეგეთით, უნდა ჰქონდეს სერიოზული პროგრამა. ამ პროგრამაში გათვალისწინებული ამ პროგრამაში გათვალისწინებული არ მესმის მე უნდა მევილაპარაკო ესე იგი ამ პროგრამაში უნდა იყოს აუცილებლად მოცემული ერთი პროგნოზი პროგრამა რომ იყოს პარტია უნდა იყოს ვაშია ნუ კარგი დამაცადე მე ჩემს ასვიწყვი და შეაში მეთანხმები და არ მახსოვთ მეთანხმები ცალკე იყოს მე იმაში კომენტარებში ჩაწერე კი ბატონო პროგრამა რო იყოს რაღაც ჯგუფი უნდა იყოს ვინც ამ პროგრამაზე იმუშავებს დასრულეთ ხო ესე იგი მაგას ვიტყვი ესე იგი უნდა იყოს რაღაც ჯგუფი პარტია იქნება თუ ხუთი კაცი იქნება თუ ეს მომღერლები იქნებიან თუ მოცეკვავები არ მესმის რა ძალიან არეულდარეული ბატონო ბესარიონ ჩვენ ჩამოვაყალიბეთ არა პარტია არამედ ზეპარტიული მოძრაობა ქართველთა დიდი გაერთიანება მამული ენას არწმუნოებისთვის აი ამ მოძრაობას არავითარ შემთხვევაში ეს არის ზუსტად ქვერაზე ჩაუვლით ეროვნული მოძრაობა რომელსაც რა თქმა უნდა არავითარი ჯერჯერობით არ ექნება არავითარი პროგრამა ერთადერთი გენერალური ხაზი არის ჩვენი ის რომ ჩვენ უნდა აღვადგინოთ კონსტიტუციური სამართლიანობა და იქიდან დავიწყოთ სადაც გაწყდა საქართველოს რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის ბატონ ზვიად გამსახურდიას ლეგიტიმური გზა მოდი ესე ვთქვათ, გამსახურდიას ლეგიტიმური გზა დასაზუსტებელია. თვითონ გამსახურდია იყო სახელმწიფოს მსახური, ერის მსახური. ისე რომ სიამბილეში მან ლაპარაკი არის არა ვიღაც კერძო პირის იმაზე, რა ქვია, თავრობაზე. არამედ ჯერ მთავრობაც არა, ძალაუფლებაზე ლაპარაკი. მთავრობა მინისტრთა კაბინეტია, საკანონმდებლო ორგანო პარლამენტია. ამას გარდა მთავრობაში შედის ადგილობრივი მთავრობები. მაგიდა თავისუფალი საქართველო ხომ იყო არჩეული ხელისუფლება. ეს როგორც პოლიტიკური ბლოკი. კი ბატონო.
პოლიტიკური ბლოკი. ეხლა ვნახოთ ამ პოლიტიკური ბლოკისგან დღეს რა შეიძლება შემოიკრიბოს ხელში. ესე იგი, ლეგიტიმური ხელისუფლების აღდგენაზე თუ ვლაპარაკობ, ჯერ ერთი უნდა არსებობდეს ამ ლეგიტიმური ხელისუფლება, რაღაც სახით მაინც, ხო? რაღაც სახით. ეხლა კი გავიდა 30 წელი ზოგი მოკვდა, ზოგი დარჩა, მაგრამ რაღაც სახით უნდა არსებობდეს. მაგრამ არ ხერხდება, რომ რაღაც ესეთი ორგანიზებული სისტემა შეიქმნას. და თქვენ რას აკეთებთ? მეორე პირი ბრძანდებოდით ჯერ გამსახვედეს შემდეგ და აქ არის კიდევ უზენაესი საბჭო. 53 წლის მანძილზე თქვენ პასუხისგებლობა არ გეკისრებოდა ბატონ ვერ გამსახურდიას შემდეგ? ესა პრემიერ-მინისტრი არის სამეურნეო ხელმძღვანელი. არ არის პოლიტიკური ხელმძღვანელი. ალბათ არიცით თქვენ სისტემას ხელისუფლების მას რა ქვია პრემიერ პოლიტიკური ფიგურა პრემიერი. კარგით ეხლა ბატონო ბესონუმაცი. რატო გაითიშა ბატონო ბესარიონ თუ რა ხდება? ალო. ხო, ისმის ახლა. ესე იგი, თუ ჩაიხედავთ იმ დოკუმენტებში, რომელთაც შეიქმნა პრეზიდენტის თანამდებობა, თქვენ ნახავთ პრეზიდენტის პრივილეგიებს. ანუ პრეზიდენტს რა ძალაუფლების რა შტოები აქვს ხელში. საგარეო ურთიერთობები, თავდაცვა, პოლიცია, მილიცია, ყველაფერი პრეზიდენტის ხელშია. მერე ჩაიხედეთ რა პრემიერ-მინისტრის ხელში. მრეწველობის, სოფლის მეურნეობის, სოციალური სფეროს და ამების მართვა. ეს ორი ძალიან განსხვავებული სფეროა. იმისთვის, რომ პრემიერ-მინისტრმა იკისროს პრეზიდენტის მოვალეობები, ან პარლამენტის მოვალეობები, ამაზე უნდა იყოს რამე კანონიერი საფუძველი ამისთვის. ხო და აღარ არსებობს იმაში, რა ქვია, რომ შეიკრიბენ ზუგდიდში ბოლო სესია რო ჩატარდა, იმის მერე უზენაეს საბჭოს ლეგიტიმური სხდომა, რამე ლეგიტიმური მითი, რა ქვია, დღის ესე იგი არ ყოფილა. მერე საერთოდ გაქრა, ეხა ისიც ეხა რო კითხავთ, ვინ არის თავმჯდომარე უზენაეს საბჭოს? არავინ არის ის. ვინა, რა ქვია, პრემიერ-მინისტრი ლეგიტიმური. ეს ინტერნეტში, Facebook-ზე წერია, თითქოს მანანა არჩვაძეა. და ყველაფრის უფროსი არის ყოველ შემთხვევაში მის გვერდზე ასეა. წარმოიდგინე, რომ პრემიერ-მინისტრის არჩვაძეა, უზენაეს საბჭოს თავმჯდომარის მგონი არჩვაძეა, ვალიმაგის ხელმძღვანელი არჩვაძეა, ილია მართლის საზოგადოების და ჰელსინკი ყველაფერი არის არჩვაძე. მიმართეთ არჩვაძეს, კაცო, მე რას მეკითხები. ხო და ისევ გიმეორებთ კიდე. უზენაეს, რა ქვია, ლეგიტიმური ხელისუფლების არც ერთი შტოდან თუ იქნებ ჩაითოს აბა. ცუდი ინტერნეტი ხომ არ არის თქვენთან ბატონო ბესარიონ? ეხლა ისმის? კი, ეხლა ისმის. მოკეთ ეს Facebook-ით ამის გაკეთება ძალიან საჩოთი. არა, ინტერნეტი შეიძლება სუსტია, რაღაცა. ინტერნეტი მაქვს ისეთი აქ ფინეთში, რომელიც მთელ საქართველოს ინტერნეტს ეყოფა. ერთად ჯამში რაცა. ხო, ცალკე საკითხი აქ ეს ორივე გადაცემა, თქვენი ინტერნეტი და ჩვენი ინტერნეტი ერთმანეთს იქ უნდა შეხვდეს წესიერად. ხო, ერთის ასეთი საქმეა. აი ეს ორგანოები არ მუშაობს სამწუხაროდ. ლეგიტიმური ხელისუფლებისგან დარჩა მარტო, ასე ვთქვათ, სახელი. დანარჩენი ეს როგორც ადამიანზე იტყვია, საწყალი ისე გამختარა, მარტო სახელი და გვარი დარჩენილაო. აი ასევე, აი ეს კაცი შიგნით არ არის, კოსტუმი შიგნით კაცი არ არის.
დარჩა ის არა ქვია სახელი მარტო სიტყვა ხო და ასეთ პირობებში რის გაკეთება შეიძლება მე ვერ გეტყვით რამდენჯერმე ვცადე მაგრამ წინახანებში ადრინდელ ხანებში უფრო ჯერ კიდე ეხლა ჯერეთი თუნდაც ის თქვათ რომ ბევრი ცოცხალი აღარ არის უკვე იმ ხალხი 30 წელი გავიდა მე-13 საუკუნე რამდენჯერმე ვცადე ადრე მაგრამ ვერ შევკრიბე მერე აქედან ეხლა ვხედავ რომ არის რაღაც ცდელობები მივესალმები ამ ცდელობებს ვინც არ უნდა იყოს მივესალმები თუ დააყენებენ ზოგადად საკითხს იმის შესახებ რომ ლეგიტიმური ხელისუფლება არის აღსადგენი მაგრამ კიდე ერთხელ გავიმეორებ და ეს უკვე მეოთხეჯერ ვიმეორებ თუ მეხუთეჯერ ლეგიტიმური ალო ლეგიტიმური ხელისუფლება არის ეროვნული ხელისუფლება ეროვნული ხელისუფლებას ზურგს უკან უნდა იდგეს ეროვნული მოძრაობა აი თუ ესენი არ არის არავითარი ლეგიტიმურობის აღდგენაზე ლაპარაკი არ შეიძლება ნუ უბრალოდ ლაპარაკი ლაქლაქია ამისათვის არის ისევ დასაწყები საფუძვლებიდან მერაბმა და ზვიადმა ჯერ კიდევ 60-იან წლებში 50-იან წლებში წამოიწყეს ეროვნული მოძრაობა რომელიც დღეს მკვდარია გაიგეთ მკვდარია დღემდე მკვდარი იყო ბატონო ბესო მაგრამ ჩვენ დავიწყეთ ხარა 10 კაცი რო შევიკრიბები და 10000 კაცი დამანახეთ 10000 კაცი დამანახეთ ქუჩაში ჩვენი საფეროვანი დროშის სექტემბერში დაგანახეთ კი ხო და მე აი როგორც კი დამანახეთ რომ 10000 კაცი დგას სამფეროვანი დროშის ქვეშ აი მაშინ თუ ესე გუდანაბაც ავიკრავ აქედან და ჩამოვალ იქ დავიდგავ იმაზე რა ქვია რუსთაველზე კარავს და დავჯდები იმ კარავში სამ არ აღდგება ხელისუფლება ან მე არ მოვკვდები ნუ პირდებით ესე იგი რომ ჩამოგზანდებით ხო აი 10000 კაცს თითო-თითოდ რომ დავითვლი ჩამოვალ. კი ბატონო. ჩვენ მე მინდა მოვახსენოთ ერთი რამე და იცოდეთ მაინც საქმის კურსში იყოთ. ჩვენ გავაკეთეთ ქართველთა დიდი გაერთიანება მამული ენა სარწმუნოების სასეკვე არ არეგისტრირებული. ეს არის ეროვნული მოძრაობა ფაქტიურად დავაარსეთ უკვე ფონდში თანხები უკვე შემოდის. ეხლა შავი სამუშაოები მიდის ჩვენ დავაქსელებს ვაკეთებთ ქუთაისი ბათუმი ზესტაფონში ვიყავით ქობულეთში ვიყავით კახეთი და სამეგრელო და ქართლი უნდა მოვიაროთ მალე და დღე-დღეზე ჩვენ გავაკეთებთ სატელევიზიო ქსელებს და ცოტა ხანში ამ სატელევიზიო ქსელს შეიძლება მოემატოს კიდე რამდენიმე ტელევიზია და ძალიან სერიოზული პირდაპირი ეთერები გვექნება პოლიტიკური შოუები სექტემბერში მოგიმართოთ. როგორ ჩვენი მიზანია კონსტიტუციური სამართლიანობის აღდგენა. ერთმა ხელი მოგიმართოთ, ძალიან კარგი იქნება. ანუ ნახეთ ბატონო ბესარიონ რას ფიქრობთ? როდესაც იქნება 10000 კი არა და 50000 კაცი რომ გამოვა, ჩვენ ძალიან კარგად გვესმის თუ არ იქნება ზეწოლა ხელისუფლებაზე ვერაფერს ვერ გავაკეთებთ. ჩვენ მივიტანთ ზეწოლას, სამართლიან ზეწოლას ხელისუფლებაზე რომ ქვეყანაში დაინიშნოს სამართლიანი საარჩევნო კანონის საფუძველზე ჯერ ეს მივაღებინოთ სამართლიანი საარჩევნო კანონი და დაინიშნოს აი ამ საარჩევნო კანონის საფუძველზე სამართლიანი არჩევნები. როგორც ეს გააკეთა ბატონმა ზვიადმა უარი მარტის არჩევნებზე და მიაღებინა საარჩევნო კანონი და მე მიიღო მონაწილეობა. გარწმუნებთ აი ასეთი არჩევნები ძალიან მალე იქნება, შეიძლება მერბისაც იყოს და გაიმარჯვებს აუცილებლად ეროვნული მოძრაობა და კონსტიტუციური სამართლიანობა აღდგება. სიმართლე გითხრათ, შაქარი თქვენ პირ შაქარი და ღმერთმა ხელი მოგიმართოთ. სიმართლე გითხრათ, ნამდვილად მე პირადად როგორც აი ასევე ამ კანონიერი ხელისუფლების წარმომადგენელი, რა თქმა უნდა, თქვენი რანგის არ ვიყავი, მაგრამ თავგადადებული მქონდა, ყველა ბრძოლებში ვიყავი და ყველგან ვიყავი და რეგიონის ხელმძღვანელი ვიყავი და
მე მიმაჩნია რომ თუნდაც 1 საათით აღდგეს უზენაესი საბჭო და ლეგიტიმაცია და ყველაფერი მერე უკვე ბოლოს, მაგრამ ის რომ აღვადგინო კანონიერი ხელისუფლება და ეს უზენაესი საბჭო რომელიც ნახევარი განაცებულია და ნახევარი გაქოცებულია ნამდვილად არ გვინდა ჩვენ ქართველი ხალხი აირჩევს მერე უკვე ლეგიტიმაციას რომ გადასცემენ აი ლეგიტიმურ მთავრობას და საფუძველი დაედება იმას რომ ხელისუფლება უნდა აირჩეს საქართველოში და არა დაგვინიშნო ბრიუსელიდან, მოსკოვიდან და ამერიკიდან. ეს მიზანია ჩვენი, რომ აღვადგინოთ 91 წლის კონსტიტუცია და რა თქმა უნდა ამოქმედება 92 წელს გამოცემული უზენაეს საბჭოს დადგენილება 13 მარტისა და აი თქვენ როგორ ფიქრობთ, ეხლა ეს შეკითხვა უნდა დაგისვათ. აი, როდესაც ერი აქამდე მივა და აუცილებლად მივა, ეხლა მუდმივად თავდაყირა არავინ არ არის არაბუნებრივ მდგომარეობაში. თქვენ როგორ გესახებათ? ვიცი რომ თქვენი მთავრობის დროს არასოდეს ნებადართული არ იყო მაშინ ქართული მიწების უცხოელებზე გასხვისება გაყიდვა, ხო? შესაძლებელია თუ არა და როგორ გესახებათ თქვენ აი ამ დადგენილების თანახმად ბევრი ანტიკონსტიტუციური დადგენილება იქნეს ბათილად ცნობილი. მაგაზე მე სტატია მაქვს დაწერილი, ჯერ კიდევ მარტი. იმ სტატიის საფუძველზე ზვიადმა დამნიშნა პრემიერ-მინისტრად. ეგ სტატია მე ჩემ WordPress-ის, ჩემ საიტში მაგ გამოქვეყნებული, ქვია ქართული პოლიტეკონომია. ჩემი აზრით, საერთოდ მიწის კერძო საკუთრებაში გადაცემა არ შეიძლება. მიწა შეიძლება მიეცეს პირობითად არენდით თუნდაც 99 წლით. არა მარტო უცხოელს, არამედ ქართველსაც. მიწა არავის კერძოდ არ შეიძლება ეკუთვნოდეს. იმიტომ რომ მიწა არის მთელი ქართველი ერის. და იქ ნაკუთს რო ჩამოაჭიდა კერძო პირს აძლევ, ეგ უკვე ამ თვალსაზრისით ეროვნული პოზიციიდან ვამბობ ისე. ეროვნული პოზიციიდან უსამართლობა. ამდენად არა თუ უცხოელს. საქართველოს მოქალაქესაც არ შეიძლება ამ თვალსაზრისით მიწა მიეცეს კერძო საკუთრებაში. მიწა შეიძლება ცხოვრობდეს, იყენებდეს, ფლობდეს მიწას, მაგრამ კერძო საკუთრებაში არ უნდა ქონდეს. იმიტომ რომ საქართველოს მიწა არ არის ვიღაც კერძო პირის საკუთრება. ეს არის მიწა, რომელშიც თაობებმა დაღვარეს სისხლი. ხო და მე ამ სისხლით დაღვრილ მიწას იღებ და ვიღაცას აძლევ კერძო საკუთრებაში არასწორი. აი ეს არის ჩემი პოზიცია. სხვათა შორის მე ესპანეთში ვცხოვრობდი და არც იქ არ არის, იქ არის ასობით ჰექტრობით ვიღაცა არენდა აქვს იჯარით აქვს აღებული და ყველაფერი დაცულია ტექნოლოგიები, რომ ეს ჯანსაღი პროდუქცია იყო და თავის ნებაზე არ შეასხა შხა. აქ ჩვენთან სამწუხაროდ 20 მიასები დაარიგეს, ზოგი წამლის 25-ჯერ, ზოგი 30-ჯერ, ზოგი 1-ჯერ. აი იმ რაღაცას რომ იტანს ლეხი და არავინ არ ამოწმებს და შეჭამს მომხმარებელი 99% ძალიან სერიოზულ მოწამვლას მიიღებს. მე ამაში გასაგებია ხდება უკან კანონი უნდა მოქმედებდეს, უნდა იყოს კანონი, რომელიც შეამოწმებს, ორგანო უნდა იყოს ვიცი. შეამოწმებს ყველაფერს და იქნება ყველაფერი კარგად. ხო, რა თქმა უნდა, ეხლა არ არის სწორი ნამდვილად გეთანხმებით, მაგაში 20 მიასედი კონდეს ხალხს და არც თვითონ ამუშავებს, გავერანებულია ეს ისინი. და რავი რა, დაქცეულია ყველაფერი, სოფლის მეურნეობა საერთოდ მიწასთან არის გასწორებული. ეროვნული წარმოება მიწასთან არის გასწორებული. მე მინდოდა თქვენ შეფასება გაგეკეთებინათ, აი ამ 33 წლიან მმართველობაზე, სადამდე მიიყვანეს ქვეყანა და ეკონომიკურად და სამართლებრივად, აი მაგაზეც მინდოდა მოკლედ გეთქვათ. ესე ვიტყვი ზოგადად. ზოგადად ვიტყვი, რომ რა თქმა უნდა სახარბილოს საქმე არ არის. მეორე მხრივ მის უარეს ჯობია, რაც არის. იმიტომ რომ რასაც ხედავ აქედან, მათ ხო არა ვარ ქუჩაში ვერ დავდივარ. კი, ხედავ ტელევიზორში, ლაივში,
ჩემი მეგობრები მათვარელებენ ქუჩებს, ეზოებს, ბაზარს, მაღაზიას, მაგრამ მან ფიზიკური ყოფნა სხვა არის. მაგრამ ამ დროს მთელი გასული წლის განმავლობაში პრაქტიკულად გრძნობდი და ხედავდი, რომ აი რაც არის, იმის გაუარესებას ცდილობენ კიდე. ესე იგი, რაც ასე ვთქვათ, პირობით ხელისუფლება არის, ესეც უნდა დაამხონ და იმაზე უარესი უნდათ რომ დანერგონ. ისო ლაპარაკი იმაზე კი არ არის დღეს რომ კარგი დავნერგოთ. დღეს ლაპარაკია იმაზე რომ ამაზე ცუდი ავიშოროთ თავიდან. ეს სხვათა შორის ეს დილემა სისტემატურად დგას ერების წინაშე. იმაზე ფიქრი კი არა რომ იქ ნათელი მომავალი მზე გაბწყინდება, საქართველოს გაბწყინდება, რო არ დაინგრეს იმაზეა ფიქრი. საჭირო. ისე რომ აი მე ვხედავ ასეთ სურათს, რომ მანამდე სამ რაღაცა მოძლიერდება, რომელზეც თქვენ ლაპარაკობთ. საჭიროა იმის გაკეთება, რომ ამაზე უარესი არ მოვიდეს ამათ ნაცვლად. და რა საშიშროება ძალიან დიდია. ამას მარტო საქართველოში ხო არ ვხედავთ. აი ახლა იყო იმაში სერბიაში, სლოვაკიაში გამოსვლები, იქ უნგრეთში გამოსვლებია. საცაკი ეროვნულის მაგვარი, არა ეროვნული ხელისუფლება. საცაკი ეროვნულის ცოტა ხანს გაითიშა, ისევ ჩაითვალა ალბათ. ჩაითა? კი. ესე იგი ტელეფონზე ეკრანი როგორც კი ქრება, მაშინ ათვე ხმაცით იშება. რაღაც არ მომწონს ეს Facebook-ის ისა რა ქვია, ეს აპლიკაცია რომელიც ტელევიზიაშიც მოგიწევთ ცოტა ხანში. ეს Facebook-ის ეს აპლიკაცია ნამეტანი ის არის რა ქვია, დაუმუშავებელი არ არის კარგი. ხო, ერთი სიტყვით პესიმისტური იცი მე ჩემი საერთოდ მუშაობის განმავლობაში, რაც ამ დარგში მუშაობ სახელმწიფო დარგში, ჩემი პოზიცია ყოველთვის იყო პესიმიზმი. ესე იგი, ყოველთვის ისეთ გეგმას, რომელიც არის აღფოვანებული და აღწყინებული, ჯობია გქონდეს პესიმისტური გეგმა. ანუ გავითვალისწინოთ და გვაკეთოთ ისე, რომ წინ გვაქვს უარესი. თორე უკეთესი თუ მოვა თავისით, თავზე ხელს გადაგვისვავს და იმაზე ოქროს ტაღზე დაგვსვავს. ამ თვალსაზრისით არის სწორედ ეს ამის გათვალისწინება საჭიროა. და აი ჩემი სტატია, რომლის საფუძველზეც, თეორიული საფუძველზეც პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა ჩემთვის შეარჩია, ეს იქ ასეთია, რომ მთელი ის ქვია სტატია ეხება არსებითად იმას, რომ საქართველოს და მოემზადოს უარესისთვის და დღესაც იგივე არის დღის წესრიგში. უნდა მოემზადოთ უარესისთვის. ჩვენს გარშემო სიტუაცია არის უმძიმესი, საქართველოს გარშემო. უმძიმესი სიტუაცია. თბილისიდან პირობით 500 კილომეტრზე ჩრდილო-დასავლეთით ომია, სამხრეთით 300-400 კილომეტრში ომია, რომელიც გაჩერდა, მაგრამ შეჩერდა. კი არ გაჩერდა, შეჩერდა დროებით. ჩვენ გარშემო ყველგან ომებია. თურქეთი ომშია ჩაბმული, სირიაში ომობს ქურთებთან. სხვა ვინ გვესაზღვრება, ვთქვათ პირობით ირანი ისრაელთან ომშია ჩართული. ჩრდილოეთით რუსეთი გვესაზღვრება, რუსეთი უკრაინასთან და ნატოსთან ომშია ჩართული. აზერბაიჯანი სომხეთთან ომშია ჩართული, სომხეთი აზერბაიჯანთან ომშია. ანუ ყველა ომობს ჩვენ გარშემო. მშვიდობა არის მხოლოდ საქართველოში. და ისიც ზოგ-ზოგი ხელი და ხმა მესმის მანდედა, რომ ცდილობენ ომში ჩააბან. ამას რატო ვამბობთ? იცი, აი ეს ლაპარაკი რო ეგ ლეგიტიმურობის აღდგენა და ასე შემდეგ. ამ ფაქტორების ხედვა უნდა გადაწყდეს. იქ ხალხს რო ელაპარაკები. აი იმათ უნდა უპასუხო პირველ რიგში ამას როგორ ხედავ. ის კი არა, იქ
კი ბატონო, ის რაღაც გაიყიდა, რაღაც უკანონობა მოხდა, ვიღაცა ქთამს იღებს, ვიღაცა ცუდად იქცევა, მაგრამ ეს გლობალური საკითხი ხო არ არის? ეს საკითხები არის ლოკალური საკითხები. რომელიც შეიძლება გადაწყვიტოს პოლიციის რაიონის უფროსმა. პირობითად ვამბობ, ეს არ არის სამთავრობო დონე და ის. ეგეთი. ისე რომ ეროვნული მოძრაობის აღორძინება თუ შესაძლებელია უნდა მოხდეს მსოფლიო მოვლენების განვითარების ჯანსაღი პროგნოზის საფუძველზე. ჯანსაღი, თავი კი არ მომოვიტყუოთ. ჯანსაღი პროგნოზი უნდა გქონდეს თან. ამ პროგნოზის უნდა გავითვალისწინოთ ყველაზე უარესი ვარიანტი. აი ჩვენ კი გვაქვს თავრობას არ აქვს ეგ. ჩვენ კი გვაქვს ჯანსაღი ისა. უნდა დაუპირისპიროს ეს მთავრობას. ზვიად გამსახურდია სანამ რგვალი მაგიდის საარჩევნო პროგრამა მომზადდებოდა, მანამდე მოძრაობაში იყო, ასე ვთქვათ, მართავდა ადამიანების აზრს, ზვიად გამსახურდიას ნაშრომი დილემა კაცობრიობის წინაშე. ეს დილემა კაცობრიობის წინაშე დღესა დღის წესრიგშია. სხვათა შორის ეხა იქ მასკი რო გამოდიოდა ამერიკაში ტრამპი, ვენსი და ისინი, მე ვენსი რო კიდე ჩამოვიდა იქ ბრიტანეთში და ისინი გალანძღა და ასე შემდეგ. იმათაც თითქმის იგივე არა, მაგრამ დაახლოებით იგივე წამოაყენეს. რომ უზნეობას, უსულობას, არასულიერებას, ამ გარყვნილებას იმას უნდა აღუდგენ წინ. ხო და საფუძველი ეროვნული მოძრაობის, ქართული ეროვნული მოძრაობის საფუძველი გახდა ზვიადის ნაშრომი დილემა კაცობრიობის წინაშე. იქ არის ძალიან კარგად აღწერილი, ნატალია მხატვრულად, ასე ვთქვათ, მეცნიერულად, მხატვრულად, ხალხისთვის, იმდროინდელი ხალხისთვის, მიაქციეთ ყურადღება, იმდროინდელი საბჭოთა მოქალაქეებისთვის გასაგებად გადმოცემულია მთავარი მიზნები ქართული ეროვნული მოძრაობის. ეს არის სულიერება, ეს არის ზნეობრიობა. ამის გარეშე ის წერს, რომ არაფერი არ გამოვა. სხვა ნაშრომიც აქვს დემოგრაფიასთან დაკავშირებით პატარა სტატია, მაგრამ ისიც ძალიან ღრმა თავის არსით. ზარივით რეკავს, რომ ესე იგი მთავარი პრობლემა საქართველოს წინაშე არის დემოგრაფიული კატასტროფა. აი ზუსტად ამაზე მიგეკითხოთ. საქართველოში მიმდინარეობს დემოგრაფიული კატასტროფა. ქართველობაში დაეცა სასტიკად, სხვა ერებშიც ხდება, სამხრეთ კორეაში 50-60 წელიწადში იმის ნახევარი, სამხრეთ კორეა ხო განვითარებული მდიდარია. მოსახლეობა იქნება იმის ნახევარი, რაც ეხლა. ნახევარი. და ერთი საუკუნის მერე მოსახლეობა იქნება მესამედი. იმის რაც ეხლა. ჩინეთი რო ჩინეთი, იქაც კლებულობს მოსახლეობა. საქართველოში ეს ყველაფერი იმიტომ რომ შობადობა კლებულობს, მაგრამ შობადობის კლებასთან ერთად საქართველოსდან კიდე ძალიან დიდი ემიგრაცია. და განცხრომით სხვაგან ყოფნას მირჩევნია შინ სიკვდილი თუ როგორ არის. გადაიქცა რომ აქ კაი ცხოვრებას ურჩევნია უკეთესი ცხოვრება იქ. და ეს გახდა ზოგადი, ასე ვთქვათ, დოქტრინა. მაგრამ ვერც გააჩერებ ხა ადამიანს იქ თუ ორჯერ მეტი ხელფასი აქ რაღაცას კი თავს წირავს, ხო აქ რო რჩება, რაღაცას იკლებს. ნუ ეს არის იცი თქვენ კომპლექსური პრობლემა არის ის რომ სხვაგან დიდი ხელფასი ექნება, მხოლოდ ამის გამო არ გარბის, იმიტომ რომ გარბის იმის გამო რომ საქართველოშია თვითონ აუტანელი ყოფა, უმუშევრობა, ძალიან დაბალი ხელფასები და აი ახლა კიდე რაც მიდის, მე წერან ერთი ვიდეოც მედო, რუსთავში ახლა რაღაც სკვერი შენდება და აბსოლუტურად უცხოელები, ინდოელები და სხვადასხვა ქვეყნის წინი არიან. კიდევ სხვაგან შევესწარი, მე კარგად ვიცნობ სამშენებლო ბიზნესს და შემოყავთ უცხო ქვეყნის მოქალაქეები, შრი-ლანკელებიც კი ვნახე და ძალიან დაბალ ფასებში ამუშავებენ, რადგან ძალიან იაფი მუშახელია ისინი და ქართველებს უშვებენ სამსახურიდან. ეს არის აი ანტისახელმწიფოებრივი მიდგომა, ანტიეროვნული მიდგომა, აი დანაშაულებრივი მიდგომა
და რა ვიცი, რა უნდა დავდგე, ღალატი ქვეყნისა, ხო? რა გითხრა მაგალითად გენაცვალე ნებისმიერი ევროპული ქვეყანა ნახე ნებისმიერი აი თითი დაადე მშენებლობებზე ყველგან მუშაობენ უცხოელები ყველგან ანუ ეგ არის გლობალური მოვლენა ეხლა ესპანეთს და დიდ ქვეყნებს არაფერი დაეთყობა, ხო? დიდ გერმანიას და იმებს, მაგრამ საქართველოს როგორ არ დაეთყობა კაცო ლონდონში მართალია, მაგრამ ლონდონში მისმენე კაცო მისმენე ლონდონის მოსახლეობის 60% ის არის უცხოელია შავია ხო და გავითვალისწინოთ ეგ კატასტროფა მე ჩვენთან რატო არის მაგაზია ლაპარაკი რა უარესის სცენარები უნდა გავითვალისწინოთ უარეს ზუსტად აი მაგრამ ქართველი შედარებით ეროვნული მოაზროვნის ტვინი 99%-ში დაკავებულია იმით, რომ ეძებს ინტრიგას ზღვიადის სიკვდილში. ის კი არ აინტერესებს, ერი როგორ განვითარდეს. ინტრიგას ეძებს ავანტყოფურად. იმიტომ რომ ზოგადად თავგადასავალი ინტრიგა, ჭორი და ეს ადამიანისთვის, ანუ სიბინძურე, ადამიანისთვის უფრო მომხიბლავია. ადამიანს უყვარს ჭოჭურდანში ყურება და იქ ვიღაც შიშველი ქალის ყურება. ეგ ახასიათებს ადამიანს. ბატონო ბესარიო, სტატისტიკით 7 წლის წინ საქართველოში იბადებოდა 57000 ახალშობილი. ეხლა ამ 7 წელიწადში უკვე დაეკლოდა 39000. იბადება, გადაასრო გადაცვალება 44000-ია. დაქორწინებულიდან 21000 დაქორწინებულიდან გასულ წელს 13000 გაყრილობით დასრულდა, დაინგრა ოჯახები. ესე იგი, სრული კატასტროფაა ქვეყანაში და არ ვიცი, აი თვითონ რას ფიქრობს საპატრიარქო? მე ეს კითხვა ძალიან მძიმე კითხვაა და მე საპატრიარქო ეხა ის ხო არ არის რა ქვია. არა, ერთით აი ეს არის ძალიან მძიმე კითხვა, მაგრამ მე მინდა ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა დაგისვა თქვენ. თუ კი ერი აღარ იქნება მართლმადიდებლობა როგორ იქნება, ხო? და სახელმწიფო გადატრიალების დროს თქვენ ეპიცენტრში ბრძანდებოდით ბატონო ბესარიონ და როგორ აი თქვენ მინდა რომ თქვენი მით თქვათ ეხლა ამ გადასახედიდან რატომ ითამაშა ასეთი ცუდი როლი მაშინ საპატრიარქო? რატომ არ დაიწყო კონსტიტუციური სახელმწიფო? ის საბჭოთა დრო იყო, ადამიანები საბჭოთა ადამიანები იყო. ის გლები ის ყველა პატრიარქი ეს რატომ არის ჩუმად რომ მე ნადგურდება? პატრიარქიდან დაწყებული, დამთავრებული რიგითი უხდლით და ჩემით და თქვენით ჩვენ ვიყავით საბჭოთა ადამიანები. საბჭოთა ადამიანის ტვინი სხვანაირადაა მოწყობილი. დღევანდელისგან განსხვავებული იყო ისევ. ის რა თქმა უნდა ისეთი რამეები მოხდა, რამეები მარტო ეგ არა, რომელიც დღეს პრინციპში სამარცხვინოა. მაგრამ დღეს იმის იმედად ყოფნა, რომ იქ ვიღაცა რაღაცას გადაგიწყვიტავს, საპატრიარქოა თუ ეს არის რა ქვია, ევროკავშირია თუ ვიღაცა, მაგის იმედი არ უნდა გქონდეს. ოჯახის სიწმინდის დროს ხო გამოიყვანა ამდენი ხალხი და ეს ერთად დარაზმული ხალხი რო იყოს. მის ვინ ერთი წვით კარგი ლოზუნგი რომც წამოაყენოს ვინ არის დღეს ყველაზე საძულველი პირი საქართველოში? ვიღაცამ რა არ ვიცი ვინ. იმან რო წამოაყენოს და პროპაგანდა გაწიოს ისეთი ლოზუნგის რომელიც ხალხს მოწონს, ხალხი გამოვა. ანუ ლოზუნგის უკან შეიძლება კარგი ძალაც იდგეს, საშუალოც და ცუდიც. ლოზუნგი კარგია, ოჯახის სიწმინდის რაჯობია, მე მომხრევა. გააჩნია ხამას ვინ წამოწევს და სათავეში ვინ ჩაუდგება. არა, მაგას გეკითხებით, გამოვიდნენ, გამოიყვანეს ხალხი, მაგრამ მარტო გაიარეს და გამოიარეს და დამთავრდა ამით, მაგრამ ერინა ნუ მეტი რაც უნდათ ის გააკეთეს კაც. მე მეტი მახსოვს რომ გამოიყვანეს ხალხი და შევარდნაძის წინ დაიჩოქეს. და შეეხვეწე შევარდნაძის ნუ წახვალა.
უარესი მახსოვს კაცო. ეგ რა არის? კაფერი არის. მაგის შეფასებას გეკითხებოდი ზუსტად თქვენი ნუ შეფასება ეგ არის ხა გვაინტერესებს. მაგ ეგეთ რამეები იცით რომ ხანგრძლივი იმაში რა ქვია მართლა სერიოზულ საკითხებთან შედარებით წვრილმანია. უკრაინისთვის როგორ ფიქრობთ რა არის უფრო მნიშვნელოვანი გეი პარადი თუ ომი? ყოველდღე იღუპება ათასობით ადამიანი, ქალაქები ინგრევა, სორდება მიწასთან. ქალაქები, სოფლები, ისევ ეგ საკითხი ჩვენც არა ვართ იქ შორს კაცო, ჩვენთანაც სინამდვილეში ზოგადი მდგომარეობა ისეთია რომ აფხაზეთთან და სამაჯაბლოსთან, ანუ სამხრეთი ოსეთი რო ქვია, არსებით და დაზავებაა. სამშვიდობო ხელშეკრულება არ არის დადებული ამ ორ ერთეულთან. იმიტომ ჩვენ ვთვლით რომ ეს ჩვენია. ისინი თვლიან რომ ისინი ჩვენი არ არიან. აი საკითხები არ გვაქვს გადაწყვეტილი და ეხლა წვიმვალნებზე დავხურდავდეთ, ახლა პირობით ვამბობ. არის ესე იგი აი სწორედ ამოცანა იმაშია დღეს აი ეროვნული მოძრაობის წინაშე, რომ ეროვნულმა მოძრაობამ უნდა შეარჩიოს ერთი ან ორი საკითხი, რომელიც არის საკვანძო, რომელიც ყველას აწუხებს. რომელია საკვანძო თქვენი აზრით? ეგ ხა ადგილობრივი უნდა ნახვა ხა აქედან ხედავ ლამაზიც არის მზეა თბილა და ჩიტები ჭიკჭიკებენ ამას ხედავ გარშემო და ხა იქ ყოფნა უნდა სოფლებში წასვლა უნდა ქალაქებში მეორე ხარისხოვან ქალაქებში მარტო თბილისის პრობლემები ხო ძალიან მნიშვნელოვანია დემოგრაფიული საკითხები და აი მიწების გაყიდვაზე ძალიან ბრაზდება ქართველი ხალხი. ნუ ხა რაც გაყიდეს იმას უკან ვერ დააბრუნებენ. კი აღვადგენთ ჩვენ ავამოქმედებთ 13 მარტის დადგენილებას. აი იქ ესე იგი დავეტაკებით ძალიან რთულ საერთაშორისო წინააღმდეგობას. ეგ მესმის, მაგრამ რაც გადასალახია, ხო არის ბევრი რაღაც გადასალახი. აი მაგალითად თუნდაც ის რომ უკანონოდ გაიცა სიტყვაზე არაბებს გადაუხადო სახელმწიფომ სამი იმდენი და გამოისყიდოს ესეთ. მეორე ერთლარაკონ გასა მიხეილ სააკაშვილმა დედამისზე აქ შენობები, დპ-ის შენობები. სიტყვა რამდენი მაგრაი გინდაამატა. მე თხოვნა მაქვს რომ შენ გამოგიგზავნი ლინკს ჩემი სტატიის ქართული პოლიტეკონომია. წაიკითხო ის პოლიტეკონომია, ჩემ მოსაზრებას მიხვდები ძალიან იოლად. ის ესე პოპულარული სტატია, ეგ არ არის მეცნიერული სტატია, სპეციალური პოპულარული სტატია. რომელშიც ესე იგი რომლის შესაბამისათაც მე ვცდილობდი და ზვიადმა ამაში დამიჭირა მხარი რომ ესე იგი ეს კერძო პირების ხელში სახალხო ქონება არ უნდა მოხვედრილიყო საერთოდ. პირადად მქონია მაგ საკითხზე ბატონზედა შეხება და სხვა მოსაზრება მქონდა დღეს ვთვლი რომ ნამდვილად სწორი პოზიციაა. ხო, ასეთი იყო და მე ამის უკან რო ვიდექი, თხოვა დამიძახა ყაზბეგში და მითხრა ბესოთი მომართავდა, ბესო მაფიას შეებრძოლები? მე ვთხარი ვიფიქრე რომ შევებრძოლები. ლაპარაკი არ იყო იმაზე რომ მოერევი მაფიას. ივან ძალიან კარგად იცოდა მაფიის მორევა და აი ამ ძალების მორევა შეუძლებელია. თავარი არის შებრძოლება. შევებრძოლეთ. მაგალითი მივეცით ქართველ ხალხს ზვიადის მომხრეებს ეგ საკითხები აღარ აინტერესებს. ზვიადის მომხრეები შეგიძლია გააღვიძოთ თუ რამე ჭორს ეტყვი. აი იმან მოკლა ზვიადი, იმან თვალი გამოთხარა. მაგალითად კოკო ერთი თვე ესე იგი ჭორს ავწელებდა რომ ზვიადის რომ მანქანით გადაუარესო ტრაქტორით რაღაც ძლები დაუმტვრიესო. ამაზე დიდი აჟიოტაჟი იყო და ისეთი სიხარული შეხვდნენ ამავებს თვითონ ტერი ყოფილიყოს მოკლილი. ხო და აი გაინტერესებს, ანუ ეროვნული მოძრაობისგან დარჩა ჭორიკანა უსაქმური არაფრის მქნელი ნაწილი, რომელიც აქტიურობს Facebook-ზე მხოლოდ ისიც თუ რაღაც ჭორი და სამამაძაღლოა. ხო, ამიტომ ჯანსაღი ნაწილი უნდა შეირჩეს, ერთმანეთში მორიგდნენ, ქართველებს არ გვიყვარს მორიგი, ერთმანეთთან თანამშრომლობა გვიყვარს, ინდივიდუალისტები ვართ. ყველას თავის აზრი აქვს. აი ესეთი დიდი პრობლემები დგას, რომელზეც
სისტემატური მუშაობა ადამიანების სტაბილური ისე ვიმეორებ, სტაბილური ჯგუფის. ერთ რამეს გაგახსენებთ, აი იმისთვის რომ წარსული არის მომავლის გასაღები. წარსულის ცოდნა. ზვიადი და მერაბი რამდენი წლის განმავლობაში ურთიერთობდნენ, თანამშრომლობდნენ ერთმანეთში. გაიხსენეთ 91 წლამდე დაწყებული ერთად რო დაიჭირეს იმაზე, რა ქვია, უნგრეთის მხარდაჭერაზე. აი ამდენი წლები დაჭირდა იმას, რომ აი ამ ნაპერწკლიდან დანთებულიყო ეროვნული მოძრაობის კოცონი და მე ასე თქვა პირობით ხანძარიც. ხოდა ამ ესეთი რამეა გასაკეთებელი. ღმერთმა ხელი მოუმართოს, ვინც ამას ხელს მოკიდებს და იაქტიურებს. მე აგერ 80 წლისა ვარ უკვე და სხვა ოპერაციებმა გაკეთებული მარტო წელს აი წლის განმავლობაში ოპერაციაზე ორჯერ ვიწექი თავანყოფოში. ისე რომ შესაძლებლობები უკვე დიდი არა მაქვს, შრომის უნარიანობაც არა მაქვს. შესარჩევია ზვიად გამსახურდიას და თუნდაც ბესარიონ გუგიშვილის ერთი სტატია, ზვიად გამსახურდიას 1 ან 2 და 3 სტატია და ამას უნდა პირველ რიგში შესწავლო, რომ გავიაზროთ ჩვენი მიზანი. მე თუ მკითხავთ, კიდე ერთხელ გავიმეორებ. გესმით? კი. ხო, კიდე ერთხელ გავიმეორებ. ზვიად გამსახურდიას თავარი იდეა ასეთი იყო, რომ ზნეობრიობის და სულიერების გარეშე არაფერი არ გაკეთდება. რომ ქართული დამოუკიდებელი სახელმწიფო საფუძველი უნდა გახდეს ზნეობრიობის და სულიერების რაც შეიძლება ფართო აღდგენა, რომელიც უნდა დარღვეული იყო კომუნიზმის დროს. დღეს ის სულიერება და ზნეობრიობა კიდევ უფრო დარღვეულია. კი, ეკლესიაში ყველა დადის. და ისა რა ქვია, როგორც პირველ მაისზე მთელი ხალხი გამოყავდათ კომუნისტებს. დროშებიდან სიხარული 9 მაისს 2/3 საქართველოსი აღნიშნავდა კეიფით. ეხლა გონი იძახიან და მორცხობენ. თავის მამები და პაპები რო 9 მაისს ზეიმობდნენ როგორც გამარჯვებას და ვაკის პარტიის სავსე იყო ამ ომის ვეტერანებით, ეგ დაივიწყეს. აღარ ითვლება არაფერს. ისე რომ ძალიან რთული მორალური საკითხებია გადასაწყვეტი, მორალური, ზნეობრივი, სულიერი. სხვათა შორის მე ტრამპი და მისი მხარე მომწონს იმიტომ, რომ მათ ცოტათი მაინც წამოწიეს წინ ისევ ეს ზნეობრივი და სულიერი საკითხები. საქართველოში მაგას ცდილობენ რომ არ მიაქციან ყურადღება. მაგრამ ფაქტია, რომ აი იმით განსხვავდებიან დემოკრატებისგან, რომ ესენი არიან უფრო აი ამ მხარეს, ზნეობრივი და სულიერების მხარეს. მართალ ეს არის ძალიან შეკვეცილი და ფრთებმოჭრილი. აი ფრთებმოჭრილი. ანგელოს რო ფრთები დააჭრა. ეგეთია, მაგრამ ფაქტია, რომ ესეთი მოძრაობა არის. ევროპაშიც არიან პარტიები და ძალები, რომელიც მეტნაკლებად იმ დონეზე ვერ არიან ერთი რამე მინდა თქვა რომ ეს ევროპული და ამერიკული ძალები, ეგრეთ წოდებული მემარჯვენე ძალები ვერ იმის მეათეზე არ არიან ამოწეულები, რაც იყო ზვიადის და მერაბის მოძრაობა. მაგრამ მაინც კარგია, რაღაც მაგალითია, ხო და აი ასეთი თანმიმდევრობა, ეხა იმას თავთქვი, მოუწესრიგებლად გადმოგეცით ეს ყველაფერი. მაგრამ ხო. აუცილებლად უნდა დავსვა საზოგადოების კითხვა, ანონსი რომ დავდე მე წერან, ყველა მოითხოვს რომ კითხოთ. კითხეთ ბატონ ბესოსო, დღეს როგორ ფიქრობსო? ანუ ისევ იმაზრზე რომ ბატონზეად გამსახურდია თავი მოიკლაო? ისმის? ხო, ისმის თქვენ. იმავე აზრზე ვარ, რაც ჩემი თვალით ნახე. ხო და ის როგორ მოეწონება, ისე ვიმეორებ. ცოტა ხანს მოიცადა, 30 წელიწადსა მოიცადეს. სწავლენ იქსაც ყველაფერი ირკვევა და დაწნარებულად იქ გაიგებენ რა და თქვენ არ გინახიათ მკვლელობაც თქვენ მოკლის პროცესი მკვლელობა არ მინახია მე თვითმკვლელობა ვნახე
არა თქვენ ხო გეძინათ იმ მომენტში კაცო მომენტში რაც ქვია ეხა დახუჭე თქვენ ხო თვალები გეძინათ ბატონო ბესო და გაგეღვიძათ თქვენ ხმაზე გამეღვიძავ ხო და აი ეხა დახუჭე თვალები დაიჭირე ჭიქა ხელში იატაკის თავზე გაუშვი ჭიქა ხელი გამორიცხავთ რომ მაგალითად თქვენ როგორ წამო აი შემოვიდა ვიღაცა და დაახალა ტყვია კვლელმა და მე პისტოლეტი ჩაუდო კიდე ხელში პისტოლეტის ჩადება კიდევ შეიძლებოდა იმიტომ რომ თვითონ რომ მოეკლა თავის ტეჩკის ვერავითარ შემთხვევაში სპეცგინი შენ რო გინახია და დაგიჭერია ხელში 10 იმდენი მქონია დამეჭერა ასე ის დამაცადე 6 საკითხები განხილული მაგ წიგნში დაყრდნობით სპეციალურ ლიტერატურაზე რა და როგორ ხდება ეგ არის ასე ვთქვათ სალაზღანდარო თემები და მაგის განხილვას და იმას ჭირდება სპეციალისტი არა როგორ შეიძლება საქართველოს შვილი როცა ავად ყავს ექიმთან მიყავს თუ მეზობელთან ან ვიღაცასთან რომ ის ნახოს მიყავს სპეციალისტთან ბატონო ხო ამიტომ ეგეთი საკითხების განხილვას ჭირდება სპეციალისტი არა მე არაფერი იმას არ გეუბნები მე თქვენ ერთ რამეს გეკითხები არა შენთვის კი არ ვარ თქვენ და ას დაწიწევს არ გინახავთ გეძინათ შენთვის არ ვამბობ ამას ნახე რა არ ნახეთ ცალკე საკითხია ისევ ვამბობ ეგ არის ძალიან რთული საკითხი რის შესახებაც გამოძიება მიმდინარეობს 35 წელი მაშინ რაზე დაყრდნობით შეცვალა გენერალურმა პროკურატურამ შეცვალა იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილმა დაავალა შეცვალეო და დაავალა შეცვალეო იმიტომ რომ დაესუსტებია ლეგიტიმური ხელისუფლების წევრები მთელი ინტრიგა იცირისთვის ატახილი იცირისთვის თუ პოლიტიკაში ჩარევას აპირებ ეგ უნდა გაითვალისწინო ესე იგი შენ მოწინააღმდეგეს რაც შეიძლება მეტი ჩირქი უნდა მოსხო და მოწინააღმდეგე ვინ იყო იმისი გინ შევარდნაძის გინ მიშასი და გინ ამ ხელისუფლების მე აუცილებლად უნდა გითხრათ ერთი ფაქტი არ ვიცი ისმენდი თუ არა მე მქონდა ინტერვიუ მამა ბასილიმ კალავიშვილთან 2 წლის წინ და მამა ბასილიმ კალავიშვილს გაეცნო ჩიხეში ხედრიონელი თემურ გიორგაძე რომელმაც განანებით უთხრა და მოინანია ოღონდ ეს არ იყო ახსარებაზე ნათქვა უბრალოდ ისე უთხრა და გაენდო რომ მე ვესწრებოდი როდესაც ჯონსონ კვარაცხელიას სახლიდან გამოიყვანეს ზვიად გამსახურდია კვირაია და გულუას რაზმი იქ ვიყავი მეც როდესაც აიყვანეს განამარტოვეს ბატონი ბესარიონ გუგუშვილი და დათვისწერო და ზვიადი გაიყვანეს ცალკე მესმოდა როგორ უყვიროდა გულუას და კვირაიასო და იქვე ამობს ყველა ვერსიას მე როგორ გადაიყვანეს სენაკის აეროპორტში როგორ გამორთეს შუქები ისიც ყველაფერი იქ სენაკის აეროპორტის იმეებსა განხილული სანდოპირებს აბსოლუტურად ყველაფერი და მე როგორ გადმოაფრინეს თბილისში და თბილისშიც ადასტურებენ რა ქვია იმას აეროპორტის წარმომადგენლები იქაც იძიებდა ეს კაცი ეს მამაო და ადასტურებს რომ იქ შევარდნაძე მიიყვანეს მერე და შევარდნაძე შეახვედრეს მიდიოდა ზეწოლა კონსტიტუციური იმაზე ლეგიტიმაციის გადაცემაზე და ეს რომ ვერ მიიღეს თბილისში მისი ვერსი თბილისშია დახვედრილი აი ამას ერთ-ერთი ადამიანი ძალიან საინტერესო ის არის რა ქვია ფანტაზია არა პიროვნება ამობს იქ ვიყავიო თავის თავზე რატომ დაიბრალა რომ კვლელობის დროს ვიყავიო რომელიც ყუათყოფელი იტყვის ვიცი რა ქართველებიც ერთი ფანტაზიის მქონე ხალხია შეუძლია თქვა რომ ვებხვი ხელი დააღწეს მოკლედ იცი რა მე უფრო კაი თეორიები ვიცამარ ახალსნაირი რომ მაგალითად მოიტაცეს რუსებმა რომ მოიტაცეს
ამერიკელებმა რომ კი, მაგრამ მოიტაცეს ბატონო ბესარიო, მე როგორ ვიტყვი, რომ ზვიადის კვლევაში მონაწილეობას ვიღებდი, იქ ვიყავი, კი არ მისვია, მაგრამ ნანოქმედი, როცა მოიცა არ ყოფილი. შენ თვითონ მოусმინე იმ კაცს ვინც ეგა თქვა მამა ბასილიმ თქვა ეთერში, პირდაპირ მამა ეთერში. ბასილია ტვინდანია თუ რა არის კაც ვინ არის არა, მამა სასულიერო პირია და ძალიან მართალი მერენა. სასულიერო პირია, მე მოიცა ეხლა არ ვილაპარაკეთ ჩვენ სასულიერო პირების სისტემაზე მამა ბასილი გამკვეთილი ყავთ კაც. მამა მე მამდი იქ იყო საბერძნეთის ეკლესიას ექვემდებარება. იცი რატომ წავიდა? მე გეტყვით რატომაც წავიდა საქართველოს ეკლესიიდან. როგორც მანახსნა. საპატრიარქო იყო ძველი შინაგანსაქმეთა სამეისტრო შენობა. მე ჩემი თვალით ნახეო. გადატრიალების წინა დღეებში როგორ შექონდათო საწყობებში იარაღებიო. მე ჩემი თვალით ნახეო ვაგონებით რო შემოქონდათ იაღოველთა წიგნებიო. ნახევარი ვაგონი რო ის იყო, ნახევარი ვაგონი ზეთი და მაკარონით იყო დატვირთულიო. ამას იღებდაო ნახევარსო. ზეთს და მაკარონს საპატრიარქო და დანარჩენ აი ეს ლიტერატურა რო იაღოველთა ლიტერატურა რომ გავრცელებულიყო და ამ ყველაფერს რო უყურეოდ მე მისმინე დროს ვაცდენ ტყილა ვაცდენ დროს მეზარება მაგაზე ბიგნს დაპარაკე საერთოდ იმიტომ რომ ფანტაზიები გამოულევია ფანტაზიები თავის თვალით ნანახს ამობს ეს სასულიერო პირი ამბობს მე ბევრ რამეს ვამბობ შეუძლია ესე თქვა თქვენ არ იცით რომ ქაშვეთის ტაძარი სავსე იყო იარაღით რო აქვს ეს არ მაინტერესებს ხო გეუნე საჭორაოს მოდი სერიოზულად ბატონო ბესარიო პრემიერ-მინისტრი იყავი და თქვენი ხელისუფლება დაამხეს ჩემი კი არა თქვენი ხელისუფლება დაამხეს კი ჩვენი თელი საქართველოს კონსტიტუციური სახელმწიფო თქვენი ხელისუფლება და მე მაინტერესებდა თქვენი ძახით არ მაინტერესებდა ეს როგორ არის და რა ვიცი მაყურებელი განჯის ალბათ ყველაფერს გამოიტანს თავის აზრს თუ კიდევ ჩაერთობა ნახოთ ბატონი ბესარიონი მე ძალიან ხო ძალიან ჩემი მაყურებლის დიდი ნაწილი თუ უნდა რამე ჭორით გავახალისებ იმიტომ რა თქმა უნდა დიდი ნაწილი ზის მან და ისმენს რომ რამე ჭორი გაიგო ის მამა ბასის ჭორიკანად ართული სიმართლე გითხრათ ბატონო ბესარიონ მამა ბასილი ამბობს იმას რაც თუ მოუყვა ვიღაცა ჩემი თვალით ნახეო კაცო საწყობებში არა მაგაზე კი არ ვამბობ იქ ზვიადის ამბავზე ვამბობ თუ ეს მაგის თვალით მაგარაც იდაპი უთქვა ასახელებს პიროვნებას ჩემო გასაგებია კაცო მოგიყვა აგისა კოკო ამბობდა ტრაქტორმა გადაუარა დულები დაუნტრია ნუ ეხლა არ ვიცი კოკო რას ამბობდა კაცო მაგრამ მე სამბობ რომ პიროვნება ნახეო პიროვნებაო კაი პიროვნება ეგ მოხიკოს ეგ ვარიანტიც გავხნა ეხლა აი რა უნდა ვთქვა მაგაზე მე არ ყოფილა ყოფილო ვიცი კა გდავა მე რატო მეკითხე ალო ხო აი დილით გაყვეთ თუ საღამოთი მოკლედ ასე ისე ვიმეორებ მაგ საკითხებზე არსებობს ჩემი წიგნი არსებობს ვებსაიტი სასაც დეტალურადაა ყველა ეგეთი რამეები განხილული დეტალურად 30 წელიწადში თუ ძნელია თქვათ რომ ჯოსონ კვარაცხელის სახლიდან დილით გაყვეთ თუ საღამოთი საღამოთი გავედით ზვიადი ძილე ავადით ჯერ კიდევ დღე იყო არა დღე არ იყო ბინბუნდი იყო ზვიადი უკვე ავად იყო ასე თქვა ბატონმა რობიზონმაც რამდენი ხანი უნდა სიგულამდე მისვლას ეგ ძალკე საკითხებია გამორიცხე არა ძალიან მოკლე მანძილიაო და მაქსიმუმ მოკლე მანძილის გარდა მანქანა გამოედო რაღაცას გლუშიტელი მოწყდა და იმ გლუშიტელს ამაგრებდნენ კაი ხანი მავთული თქვენ გზაში არავის შეხვედრიათ რა ვიცი ახლა გზაში ვინ შეხვდათ თირკულები მტკიო და სასტიკა ჩემი ჯავრი მქონდა
ხო, არა, აქ სხვა ვერსიებია და შვები სხვა. არა, ვერსია კი არა, აი მანქანაში რომ ვიჯექი, სასტიკ შეტევა მქონდა იმისი, კენჭის გავლის. მე მესმის ბატონო ბესონა. ხო და ამიტომ გეუბნები ვისთვის საჭორაო და სატლიკინო და ვისთვის ისე ოფლისა. არა, რევიზიონი სხვა რამეს ამობს და იმიტომ დამაინტერესდა. ეგეთი მომენტი გზაში ქუინმე გაგაჩერათ არ დაგავიწყდებოდათ ეს. გაჩერებით არავის არ გაუჩერებიო. იქ აღმარზე რაღაც გადადიოდა რაღაცაზე გამოდო ქვიდან მოწყდა გლუშიტელი თუ რაღაცა და ეგ 20 რამეს ამბობ ხო და მაგიტომ 20 წუთი აბავდნენ ამ გლუშიტელს თუ რაღაცას ქვიდან. მე როგორც მახსოვს გლუშიტელი იყო. შეიძლება სხვა რამეც იყო. ისე რომ რა მნიშვნელობაა. მაინც ხო იმაში მიიყვანეს კაცო სენატში და თბილისში ჩამოიყვანეს. კარგი, მაინც რა მისდენ აი მაქსაკის ერთი შეკითხვა მაქვს შენთან გონიერი კაცი ჩანხარ. მაგ შემთხვევას რა აზრი აქვს თუ სენაკიდაში ჩაიყვანეს მე თბილისში და თბილისში დახრეს. აი რა კავშირი აქვს მაგას იმასთან. გეტყვით. ზუსტად არ მაინტერესებს. არა, ზუსტად გოსო პარაცხელიას სახლიდან გამოყვანეს. რამე დაიყვანეს იქ მოხდა ზუსტად დახვედრა გულუას რაზმის და კვირაის. აი ეგ არის ზუსტად. კვირაი არა, გულო არა, ყვახიაც. კაი, თუ ძვახა. არა, ნუ არის ეგ ვერსია და რა ვიცი. ვერსია იმისაც არის რომ ისა ანგელოზებმა წაიყვან. ჯერ ის ვერსიაც ხო არის, დიდხანს იყო ის ვერსია, ჯერ კიდე ცოცხალია. ეხლა ეგ ფანატიკოსების ის არის, მე ამჯერად. ეგეთ ფანატიკოსებია, ყველა ფანატიკოსები ხარდა, მაგრამ ბატონო ბესარიო, მე მაინც დიდ მადლობას გიხდით, რომ მიღებთ განცხადებაში მონაწილეობას, მაგრამ მე შევეცდები, როდესაც ტელევიზიას გავმართავთ ძალიან მალე, უფრო ხარისხიანი პირდაპირ ისე ჩაგდოთ, რომ ხარისხიან გადაცემაში. კარგი, ჯერჯერ რა შეტყობთ ქართულ ხალხს? ქართულ ხალხს, ნუ ხალხი თუ გვისმენს. ქართულ ხალხს ზოგადად ვეტყოდი, შეისწავლოს ზვიად გამსახურდია საქართველოს სულიერი მისია და სხვა ნაშრომები. მათ შორის შეისწავლოს ზვიად გამსახურდია საინაგურაციო სიტყვა პრეზიდენტად არჩევის მერე და უზენაესი მანამდე კიდევ უზენაესი საბჭოს თავმჯდომარედ არჩევის დროს წარმოთქმული სიტყვა. დაიზუთხონ როგორც სახარება. ხო და იმის მიხედვით, იმის გათვალისწინებით იმოქმედონ. ჭორაობას ნუაყვებიან, ავზნიანობას ნუაყვებიან, ბინძურ ჭორებს და ბინძურ რაღაცებს ნუეძებენ, ნუცდილობენ. ადამიანებს დაუჯერონ პატიოსან ადამიანებს და საერთოდ თითოეულს პატიოსთან და ადამიანურად მოიქცენ. ნუ გაჩათლახდებიან და ნუ დალპებიან. აი მეტი რა უნდა მოკლედ მე ვისურვებდი რომ ეროვნული მოძრაობა მალე დადგეს ფეხზე, მრავალ ათასიანი მიტინგები დაიწყო და გამოსვლები სამშობლო დასაცავად და იმედია რომ მაშინ თქვენ შემოგვიერთებით ბატონო. რა თქმა უნდა, აი 10,000 კაცს როგორც კი შეკრებთ, მე დრონის გადავაღებით 10,000 კაცს როგორც კი შეკრებთ, მაშინ ათვე მეორე მესამე დღეს ბილეთის ამ როცა ვიშოვი თვითმფრინავის მოვალ კარავს დავიდგავ იქა, ხო და მორჩილად, ესე იგი დავიწყებ შიმშილობას უვადოს. გაიხარეთ კი ბატონო. კარგით, მადლობა დიდი. ჯერჯერობით. მადლობა დიდი, ყველა ემიგრანტ ქართველს თქვენ მოვიკითხავ თქვენთან ერთად და რა ვიცი, ყველა ქართველი მინდა რომ კარგად იყოს და მართალი ადამიანი მით უმეტეს ვინც არის საქართველოს ფარგლებს გარეთ, სულ ყველას უსურებ წარმატებას თავის სამშობლოსათვის. კარგად ზანდებოდეთ და იმედს ვიქონიებ, რომ შემდეგ უფრო ხარისხიან გადაცემაში ჩართავთ.